ხარისხი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის, გამოც ქართული დაფნის ჩინეთში ექსპორტი გაიზარდა. სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით სენაკში დაფნის გადამამუშავებელი საწარმო წარმატებით ფუნქციონირებს. კომპანიამ, რომელშიც 130 ადამიანია დასაქმებული, შეღავათიანი აგროკრედიტით არაერთხელ ისარგებლა. ჩინეთის ბაზარზე გავიდა და მშრალი დაფნის წარმოება წელიწადში 300 ტონამდე გაზარდა. განვითარების ყოველ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს მხარდაჭერა ჩვენთან. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა მრავალ საგრანტო პროექტში. საკმაოდ მჭიდროა სახელმწიფოსა და ჩვენ შორის ურთიერთობა. თხილის გადამამუშავებელი ეს საწარმო შეღავათიანი აგროკრედიტის დახმარებით აშენდა და წლის განმავლობაში 2000 ტონამდე თხილს გადაამუშავებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით დაინერგა სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი. შეღავათიანი აგროკრედიტის საშუალებით ავაშენეთ თხილის გადასამუშავებელი საწარმო. სოფლის განვითარების სააგენტოს მეშვეობით მიღებთ გამოფენებზე მონაწილეობას. ის შეღავათი, რომლებიც ფერმერებისთვის არის საკმარისი არის თხილის ბაღის მოვლისთვის, ამ წამლობების შედეგად ღებულობენ ხარისხიან მოსავალს. მავნებელთან ბრძოლა წელსაც გამოწვევად რჩება. ბრძოლად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განახლებული რეგიონული ცენტრი გახსნა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა. განახლებული ტექნიკა ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ქონდა შეხვედრები სამეგრელოს, იბერეთის, გურიის, აჯარის რეგიონების წარმომადგენლებთან. მნიშვნელოვანი არის მათი ჩართულობა ამ გამოწვევასთან ბრძოლაში, ამიტომ აუცილებელი არის, რომ თითოეული მათგანის ჩართულობით შევძლოთ ძალიან ძიმე გამოწვევის გამკლავება. ამ მიმართულებით დაგეგმილია მასშტაბური სამუშაოები, რათა მინიმუმამდე შევამციროთ ზარალი სოფლის მეურნეობაში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სამეგრელოს ზემო სვანეთის სატყეო სამსახურისა და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებსაც შეხვდა.